გაზაფხული, ისევ აქციები და ისევ ქვეყნის მთავარი პროსპექტი. რუსთაველზე დაანონსებული აქცია და უცვლელი სცენარი 2015 წლის გაზაფხული ქვეყანაში აქციებით იწყება. ხალხზე ზრუნვა თუ ძალის დემონსტრირების მცდელობა, ვინ გავა ქუჩაში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე და ვინ არა, რას ფიქრობს ხალხი. ხალხი რო გამოვიდეს, კაი იქნება და თქვას რას ფიქრობს. დაგვავიწყდა ქუჩაში რო ხოცავდნენ და კლავდნენ. ხელისუფლების მიმართ პროტესტი კი მაქვს, მაგრამ ამათ იმათ ვერ შევადარებ, ისინი იყვნენ ბანდიტები. გაუფასურდება თუ არა ლართან ერთად მთავრობის ეკონომიკური გუნდის ფასიც, როგორია საზოგადოების რეაქცია, როგორია ხელისუფლების პასუხი და რას ფიქრობს ოპოზიცია დღეს პოლიტიკური დაპირისპირების პიკი ქვეყანაში და პრეზიდენტის მიერ მოწვეული საგანგებოს ხდომა. ამოცანაა მხოლოდ ხმაური, მხოლოდ საგანგებოების და საგანგაშოების რეჟიმის შექმნა. პანიკას თესავს დამალვა, გაქცევა და საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა. საქმეზე ვიფიქროთ და ხალხზე ვიფიქროთ. შოუ მასკარადების გარეშე. მოსახლეობის მოლოდინი და სანახაობა პურის გარეშე დღეს 22 საათზე საზოგადოებრივი რეაქცია იმედის პირდაპირ ეთერში. რა ხდება ქვეყანაში, მაშინ როცა მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძვის, დღეს რეაქცია თითოეულ ჩვენგან შეეხება. პოლიტიკოსები, საზოგადოების ცნობილი სახეები, რიგითი მოქალაქეები, ვიწყებ ზუსტად საღამოს 10-ზე, ვისთვის გადარჩენა, ვისთვის სანახაობა. ბრძოლა წესების გარეშე.